რა ხდება ბოლო? რა ხდება შენ გარეშე? რა სიტუაცია რა ვითარებაა? ხელი არ გეტყვება? ცოტა მეშუშება, მაგრამ ესეთი. მეშუშება რა გემრიელათა თქვა. აუ, რამდენი. გაგეშუშება კი არა? ძველია, ხო? ხო, და თან წყალი გასდის. ისე ცოტა რაღაცა ფიქრი არა ნახე, ცოტა გამოვარჩი. ისე ჩაუტენია თან მეტყობა. ვერ გაყიდა წინა დღეებში. ჯარი ვინასაგონებოდა. არის. უბრალოდ წყალი? ო. გოგრა. ვინ დღევანდელი. მე კინც უკეთებ, ეხა ხმარ გავიგო. ქრისტე აღსდგა ხალხო. ვესხები არ დაგვიწყავს და მოიცავა? დავაწყარ. ეს ჩემი იყოს, ეს თქვენი. აბა ჩემი გატყდა. რა თქმა უნდა, ხა თქვენ ამდენი ხართ და ჩვენ უნდა გამყდარიყო. აი ამას ახლა თქვენსას ევას დავაწყობინებ. აბა ნახოთ, ეს თქვენია, ეს ევას და რომელი გაყდება. ეს არის გამაძვებული თქვენი კვერცხი. ევასით გაყდა ამითი. აი? თავკე დავდა. რომ შეჯიბო შემონაწილეობა კიდე მივაღწევ. ხოდას ჩემი გემრიე. ჯინჯა პირველად ვაკეთებ შეძაც კიმეჯელი. წელს, ხო? წელს და საერთოდ აღდგომების ისე ჟღერდა და საერთოდ ცხოვრებაში. წელს აღდგომების უხეშდება ცნობილია და ჩვენ პირველად ახსოვს და ეს იქნება ეს არის ჩემი სიყვარული. ეგროს და მე არ ვიცი. Something is so strange. Πατάρα πάρκებში. მაგი ჩავდია ხა. ბევრის კაპია უნდა არის. Ლანაც ვიდეო მე პარკი, აი ეს პარკი. მე 54-იო. და შენ რამდენი იყიდა? აი 50,000 ანუ ლასში ხო ორი პარკი და 3 მომეცი მეთქი და ეხლა წაგართვა. აღარ გაიმეორდა გადასახლებული ყოფილა და აი ძალიან კი მეძარება ძალიან მაგრამ დროა რომ ხორცი გამოვიდო და დავჭრა ხორცია ის ხელში მოკლედ მიდირო ახალწესდა. არა გავს. არა, რთულად იჭრება და. მაგრამ ნახოთ აბა ეს იქნება ისეთი ადგილია უბრალოდ. დანარჩენს ნახოთ. Kaktus.
ამას იმედი დავჭრი. ისეთი ქვასავით. ჰა? ყველა სადილში ვამატებ ცოტა. ცოტა. ჩამოიღოთ იქიდან რამე თქვენ სწორედ. ეს ახალგაზრდა არ არის, ნუ ის ის არ არის, რა ქვია. შეიძლება ბებერი არ არის, არ ვიცი, მაგრამ ის არ არის, ანუ რა ქვია იმას კაცო. ძროხა კი არა, პატარაა, ის არ არის. ბო, კატა. თათი. გაგსოვე ხა გარეთ. ვინც აქნის კატაც. ავლებ მაშინ კასტრირებული უნდა ხო არა და ის არის. რა ქვია? ჯარი. თათი. მარტო შენი ყვერები ვერ გადასრჩება. კანონმა ეგრე თქვა. ბონა. ლიას არ მოასწრებს. ამან სახში მაშინ ვერ გეყოლება. არ გაჩერდება სახში. თინას ორივე ბიჭი ყავს? ორივე რაღაც გოგოები. და სტერილურია ორივე, ხო? გარეთ გასვლა ასკიცილო ენ. ზაზეცნო. ჰე! თათი ჩავლო ხო? ვინ? კატა. ძირამდე ჯერ ამოყო თათი. რასე ყოლელი. ესე იგი პოპულა თათი. ესეთი ადგილია მასში ვაზაში დაждდება და ჩანს ყველა ოთახისკენ იხედა. ხო. დასაკუთრებით სამზარო. თინასი? მაცივარზე როგორ არის? ჩვენი რო არ არის? ამან არ იცის რომ შეიძლება ასო. ჯერ არ იცის. ჯერ არის. მაგიდებზე არ გადის ნეტა? მაგიდებზე არ შემიძლია. ერთი კიდე თუ ვინმე მოვიდა პაუზო რა, არის არც გამოდის. ამოვის შიშარა. ასკი გამოსულა. რა გამოვა? კიკონა. მაგდანი არ დაჭირდა. ახლა. ლია თავის ნამცხვარს ჭამს. არა, არ გეგონთ რომ მეც ალკი გამოუცხე, არა, თვითონ მოიმზადა. აჩვენე. მისი ნამცხვარი არის გოგრა და მაწონი. და თარო ვერ ხედავდა ისეთი დარწმუნებით ამბობს, რომ გეგონება მართლა ნამცხვარს დასჭამს. უმშვენიერესი.
უგემრიელეს უძასა. რა გითხრათ რით გაგახარო? ეხლა ჯერ აპრილში გოგრარობა და მაისში ეცაოცა. მე როგორ მიყვარს ქინძი. გემო, ამიტომ იმდენი ვუხნათ, რომ ხახვი შეჭამანდი გამოვიდეს. უკვე ვიცი რას ამბობ. გეუბნება, არ ვამბობ მაგას. რა აზრია, არ არის. გემო არ. წყალივით გემო, აქ არ ხახვებს. აი სწორედ ხوار დავჭირა მეიმის თქმა. არა, კაცო, ეს მაინც უნდა ჩაიხარშო. მე რა კაი სუნი აქვს, ცოტა უნდა შევინახო. ბოლოს რო იყიდე? ისიც ესეთი იყო ბოლოს. ბოლოს რო იყიდე, გახსოვს დიდები? ბოლოსაც დიდები მოიჭანე. ის იმასაც არაფრის გემო არ ქონდა. მე ვჭამე და ეს ხომა ნადალადებს მოყვანილი. კაჩკარარო ხავს რო გახსოვს. აი როგორ რაღაცა აქ იცი? მაწვირო წვიმას გამოივლის და წყალ-წყალა რო გახდება. წვიმები როა, მაგის გამო ხო არ არის? შეიძლება აი ზუსტად ეგრე მაწვირო გაწყალ-წყალდება. აუზენი ამოცა. აი მე რა კაი ზონია. აი კიც ხარ, კიც. აუ ესენი მე კიდე იყიდე ხოლმე აი ესე დავჭრი. ზეითუნის უცმოვას ხოვენ. ბედა. დამივადა. აქტოვანები. ხო, ის როგორ წავდივარ. ახლა გადაფხულზე რა ჯობია ამას. ისინი მოჭრილი აქ ხალხო, უხეში ძირები არის ფიქრობ, რომ იმ ძირებიანა ჭრი. ეს ისიც ძალიან კაია. ტარხუნა ძალიან. ტარხუნაც, მაგრამ ხალხია, ხალხი. უნდა გამესწორა. ტარხუნა ზღაზელის გასაკეთებელი მაქვს. მომეს ინდიადი. მისადა სოფაიკი. ვირამდენ. ლარი და ეს 50-ში იგი და სულელთან მითეები არიან ესენი. კატა მოიბარა ხორცი ხალხო. და ან კი არ ჭამა. აი ხო იცი თაგვებს რო დაიჭერენ გაუშვებენ და რო ეთამაშებიან. აი ეგრე ეთამაშებოდა ხორცი. სულ ჰაერში ისროდა და მე იქ დააგდო. ამ ჭამა კი არ უნდოდა. თამაში უნდოდა. რა
უკვე თავებია ესენი. მწვანე კი არა. უკვე თავისი გალები აქვს უკვე. Aber fast ist schon voll როგორ გასული? აი ზემოთ მო. და მოსე და აბა ხოთე მოდი წვიდები გავუშვათ შეიძლება ის უფრო ის იყო რამდენი კვერცხი შეგებთ ხალხო? ჩვენ 25 ხო? 25 ეს ნაგლები შახტანი ხონეთი შევქვა. ოგაცო შახტანი 41 შევქვა. შაშან სოფლის კვერცხი შევებთ ხო? ხო, კარგი კვერცხი. წელსაც გქონდა სოფლის კვერცხი, მაგრამ ისეთ დროს გქონდა რომ ანუ ვერ შეინახებოდა. საფუჭრებდა ერთი თვე უწევდა რა. ორი კვერცხი. მე აჭიკჭიკდა გამოკეთდა. როგორი კარგია ვერტო. კარგად რო არის ყველა ადამიანი ისე არის მიჩვეული და არაფრად მიეჩვევა. Abi akşamlar çamur. Abi, nerede da bilmem ne istedim. Işte iki ton çamur. Bir akşamdı. Maşin için çamur. Bu tanrı olur. Ha, evet, saçma. Arada bir Zaman. Sana göre olacak bir Delicious. İnadı yapmayacak. Zare. Sasiz balonla. Şansın kafana kalsın. Როგორ დავენ დურობე ერთი რესეპტი ვნახე სადაც როგორ გააკეთეს ესე შაქაფული ეს ხორცი ჩაშუშეს შე და ბოლოს დააყარეს წვანილები ანუ იდეაში რომ წვანილმა ის შეინარჩუნოს მაგრამ ერთად რო იხარშება ესენი ხალხო იმას რო სხვა გემო აქვს ესე მგონია მე მთელი გემო ამაში მგონია რომ არის ყველას იყვით Augustina κάνει πλάτη χόντα. Ισეთი კარგი იყო. აი როგორ უნდა იყოს. ძილი, სულიანი, წვნიანი. ხორცის კარგი იყო. ხო, ხორცის ახალი იყო. წინაზე რო ვიყიდე ხორცი. კარგოში. ერთი 3 დღის იქნებოდა ვცნობ რა ცოტა ერთხანს ნავყოფი რომელიც არის ხო და ეს ახლა რო ვიყიდე ახალი იყო პირველ რიგში ამოვურიოთ რომ ყველაფერი გადანაწილდეს. აი მე ასუნია ღმერთო. როგორ მიყვარს. აი სალათათაც შევჭამდი, აი ამას ნახე. შვენი? აი ამას.
ზეითუნის ზეთი და ყველით და შავი პური. მე მასე ჭამდი სადილო. წვანილები აკუწული და არაფინირებული ზეთს მოაპყურებ და ჯერ მწვანილი, მერე ხორჩი. ეს როგორ არ უნდა გიყვა? ისო Anasıl? Aba, ısıtacağız zaten. Zaten emreyelim. Şunu bir yere bir sakin için. აუ იკა მოდი მოვიძრებ ჭხილი იმის კოლექცია ხდება ხოლმე. არ მეგონა თუ შეჭამდით თუ არა. წინაზე ხო არა ჭამე და ეს რარიო იყანებოდნენ. მე ამს და შეიძლება და გემოვნების კოლექცია. თავით გეცლება გემოვნება ცხოვრებაში და იმის მიხედვით კიდე როგორ იკვებები. ეხლა მე საკუთზე რო ვიყავი, ძალიან მომწონს ჩანცაღი რაღაცები, ასადლე კი, აქ უნდა ჩავასხა. ყვარის წარმოიდგინე, ყვარის. რენალის გამოგატანა, ხო? რენალის გამოგატანა. Boni, kangapo bicho. Tane bedafari. ეს არც აგიზისტები. ემილია. ნობიერების თუნე ამისას ენება და გემოვნების საკოლე. ვაუ. მესარი. ეხლა გაიგე? დარაგარი. უცარ თავზე იცი საგან. კიდე? მე აუ ესეთები მეც უნდა გავაკეთო ხოლმე. ო, ვიცი რამდენი ქონდა და გასაგები. ხო, აბა რა. ჩაკაპურის და ხალხი ეძებდა და აქ უნდა ჩატარებულებს კიდე უფრო რატომღაც მახსოვს ლია რომ თინი მკომაც გამოგატანა ეს. ერთხელ გამოგვატანა, მაგრამ ეხლა აი ამ განვინახეთ. ეს იგი ისმეგო. მაგას ჩამოვიდანე სააზრო შეფეთელი მიუცია და სულ იმათ წაიროს ვინც რა შეიძლება მე მზარე გადაყვეტილები გასნობიერებ, მაგრამ ისედაც შეიძლება თუ კბილით ხო? აღზრდა ცნობიერებ. კბილი გაკვეთილი. ხო, კბილი გაკვეთილი. Tamam, ეხლა დავით გურამიშვილის არის. დავით ახალი რა ახლა ძალიან ერთში გაწმუნდები. ეს კიდე ასეთი მეგობრებო. აბატო. მე არ ვიცი. არ ვიცი, არ მელაპარაკოთ არაფერზე. ხმა არ გამჩეთარები. როგორი ძიება კერძი ამე ხოხოთი მიყვარს, შავენ მიყვარს და ხო, განხონაც მიყვარს. კინძის ხო მიყვარს. კი, ყველაფერი მიყვარს. ნუ მწვანე ხალხი არ გიწევს, მაგრამ ერთში და გავას და ალგია ეს მე რომ გადავასხათ, რომ გაფუჭდება, ხო იცი? გონი ესე მახსოვს, გონიკოს ყოფილ სტუდენტს გამოუგდა. სტუდენტს რა. ეხლა აი ნახე რა მოვაგვი. აქ არ უნდა წაშეს მე.
გადავიდა სულაში. იმაში რომელიც ყველაფუნ არ უნდა ეკლდეს საერთოდ ხო და იცი რა ბეგძელობენ თუ დამძმარდა კიდე კარგი მისაც ძმარი რა სულია. ხო მე ვინ აქვს ხორდეს მის დროში აი ვინ ჩვენ არა ხო. ვამბო ფაგი. ах და ах და ფაგი ხალხონა. აი რატომ ქვია ჩაკაფული. იკაფება და იმიტომ. მარტილი კი არ მომიყრია ხა უნდა მოყვა. ნახე რამდენი წყალია დგას უყურე. 1 გრამი წყალი არ დამემატებია. ამის წვენია. მწვანილის წვენი, ხორცმარზე ბავშვი და ღვინო. აბა ხალხნო. ქრისტე აღსდგა ძვირფასებო. ქრისტე აღსდგა სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და სიცოცხლის მიმნიჭებელი. ეს უდიდესი დღე და მისი ძალა, მისი მადლი იყოს ყველა ჩვენთაგანის და ყველა ჩვენი საყვარელი ადამიანის ფარველი. ჩემო ძვირფასებო. აქ კი გვაქვს ლაგოდეხური რულეტი, რომელიც ბოლო დამრჩა. უკვე გადავიღე ვიდეო ამაზე, გაჩვენეთ, ვჭამეკიდეთ და კიდე ერთხელ უნდა ვჭამო ახლა, იმიტომ რომ ვიდეო გაქრა. ან დავამონტაჟე, ვდებდი და ვიდეო უბრალოდ გაქრა. ამიტომ ეს არის დუბლი 2, რომელსაც მე თითქმის არასოდეს არ ვიღებ ხოლმე ჩემს გამო. ანუ ასე სამჭირდება, რამდენჯერ ჩაწერა კადრის. აი ასე ვჭამ ხოლმე ვწქვნი, როგორც სულგუნს. ეს არის ნიკოზი. პასკის ცომში. ეს არის ზღაპარი ხალხო, არ ვიცი. თუ ნიკოზი გიყვართ და პასკა გიყვართ, ერთ წელს გააკეთეთ რა. უბრალოდ პასკის ცომი უნდა გააბრწყელოთ. მე როცა რულეტს ვაკეთებ, არ ვიშვები ხოლმე არც უკატებს და არც ქიშმიშს. უნდა გააბრწყელოთ და გულში გავუკეთოთ შაქარი და ნიკოზი. ზოგი კვერცხის ციlaსაც ურევს, მაგრამ მე არ ვურევ, რა ვიცი. იმიტომ რომ შეურია სხვაობა ვერ ვნახე. ახლა რამდენი გითხრათ? აღდგომის კვებასთან დაკავშირებით. ანუ ხალხო ესეთ დღეებში, გამონაკლისის დღეებში, როცა ვიკრიბებით ჩვენი საყვარელი ადამიანები, როცა ეს არის ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, როცა მაგალითად წელიწადში ერთხელ არის პასკა ან რამე საჭმელი, რომელიც გვიყვარს და არ სხვა დღესაც შეიძლება მომზადება, მაგრამ მე მაგალითად პასკა და სხვა დროს არასოდეს არ მინდება. აი ხო ყინავენ და ინახავენ. არასოდეს არ მინდა სხვა დროს. მარტო აი ამ აღდგომის პერიოდში მინდა ხოლმე და ამ დროს აქვს ჩემთვის ამას განსაკუთრებული გემო. ისე როგორც ჩაკაფულს, რომელსაც ახლა ვაკეთებ. ხო და მიირთვით ძვირფასებო, ჭამეთ. არანაირი სინდისის კენჭნა არ გქონდეთ. და ვინც იკლებთ, ვინცაც გაქვთ რაიმე თქვენი რეჟიმი, გააგრძელეთ მერე სუფთა სინდისით. ადამიანები ვართ და ეს არის არა მარტო ჩვეულებრივი, არამედ მისაღები და უფრო მეტიც ჯანსაღი კვებითი ქცევა, ვისაც აქვს, ის ადამიანები ყოველთვის ესეთ დროს ჭამენ და არასდროს არ აქვს სინდისის კენჭნა. ამიტომ ჭამთ რაც გვიყვარს, სიამოვნებთ, ვიღებთ სიამოვნებას, ვირგებთ. სიამოვნების კუთხით გულისხმობ და მე ვაგრძელებთ ჩვენს რეჟიმს. იმიტომ რომ 1 დღე და 2 დღე არც თვალში საცემ შედეგს არ გვაძლევს და არც გვაკარგვინებს ამ შედეგს. ამიტომ მიირთვით, ვისიამოვნეთ. ეს აუცილებლად უნდა მოამზადოთ. თუ გიყვართ პასკა. ხალხო, ეს არის ჩემი პასკა. ერთი წუთილია. ჩემი პასკა რამდენიმე დღისაა და რამდენიმე დღისა უფრო ზღაპრულია ხომ, აი ვერ წარმოიდგენთ რა გემრიელობაა.